ბრძოლა მთავრობასა და უზენაეს სასამართლოს შორის ისრაელის მედიისა და ახალი ამბების მომავალზე გრძელდება. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დროებით შეაჩერა საკამათო მედიის რეფორმის კანონი, რომელიც ქნესეტმა გასულ კვირას მიიღო. კანონის მიზანია სახელმწიფო კონტროლის ცენტრალიზება სატელევიზიო არხებზე და მან დიდი საკონსტიტუციო ბრძოლა გამოიწვია, სწორედ ოქტომბერში დანიშნულ ეროვნულ არჩევნებამდე. კანონის ძირითადი პუნქტები მოიცავს იმ წესების გაუქმებას, რომლებიც არხის მფლობელებს რედაქციისგან აშორებს. ეს სტანდარტია ბევრ ქვეყანაში, სადაც თავისუფალი პრესაა, რაც მფლობელებს მისცემს საშუალებას გავლენა მოახდინონ, ან თუნდაც უკარ ნახონ საინფორმაციო კონტენტი. ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის, კანის და ფინანსების შეწყვეტას და დამოუკიდებელი მედიის სადამკვირვებლო ორგანოების პოლიტიკოსების მიერ დანიშნული ახალი საბჭოთი ჩანაცვლებას. უმაღლესმა სასამართლომ შეაჩერა კანონის მოქმედება, რადგან განაცხადა, რომ ის შეიძლება დემოკრატიას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს არჩევნებამდე. მთავრობა ვალდებულია ერთ კვირაში უპასუხოს სასამართლოს. ეხლა ამ თემაზე უფრო დეტალურად სასაუბროთ, ჩვენთან ერთად არის ამირ ვეიდმანი, ლიკუდის პარტიის ლიბერტარიანული კაუკუსის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით ამ საკმაოდ საკამათო თემაზე. რატომ ხედავთ, რომ ამას ეხლა არჩევნებამდე ბოლო თვეებში ასე აჩქარებით ატარებენ? უნდა ვთქვა, რომ ამ კანონის თქვენი შეფასება სრულიად არასწორია. ბოდიშ ვიხდი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს 100%-ით არასწორია. ეს არა მხოლოდ არასწორია, არამედ რეალურად სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც ხდება. ეს გასაოცარია. შეიძლება აგვიხსნათ, როგორაა სინამდვილეში. ავხსნი, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, რომ გასაოცარია იმის ნახვა, როგორ წარმოაჩენს მედია ბაზრის გახსნას, დერეგულაციას და ნებისმიერ იმის უფლებას, რომ გააკეთოს რაც უნდა, როგორც მთავრობის მედიის ცენტრალიზებულ კონტროლს. მართლა გასაოცარია, როგორც ეს წარმოადგინეთ და ეს მე წარმოვადგინე. სიტყვები არ მაქვს. ასე რომ ფაქტები ძალიან მარტივია. ფაქტია, რომ ეს კანონი ზუსტად საპირისპიროს აკეთებს. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად გახსნას თითქმის რეგულაციების გარეშე ნებისმიერი მედია ისე როგორც სურს და მათ შეეძლებათ გააკეთონ ყველაფერი რაც უნდათ. და სწორედ ეს არის თავისუფლების არსი. ეს არ არის მთავრობა, რომელიც აწესებს თავის ვის წესებს, რეგულაციებს და კონტენტს ისე როგორც თვითონ მიაჩნია საჭიროდ და ავალდებულებს ამას თუ იმას მედია საშუალებებს. არამედ რეალურად აკეთებენ იმას რაც უნდათ, მართავენ თუ არ მართავენ ეს არ აქვს მნიშვნელობა. თავისუფლების მთელი არსი ის არის, რომ ადამიანები, ამ შემთხვევაში მაუწყებლები, აკეთებენ იმას, რაც უნდათ. და მთავრობას არ აქვს უფლება ჩაერიოს და უკარნახოს არხებს პოლიტიკა, იქნება ეს კარგი თუ ცუდი. და შემდეგ რაც მოხდება ის არის, რომ მედია საშუალებები ზოგ შემთხვევაში იქნებიან პროსამთავრობო, ანტისამთავრობო, მემარცხენე, მემარჯვენე, ხო ასეა, ვის აინტერესებს? ეს მთავრობის საქმე არ არის? კი, სწორედ ამას აღწევს ეს კანონი. მოდით დავყოთ ეს ნაწილებად. ჯერ გითხავთ, რატო უნდა მისცეს რეფორმამ, რომელიც წარმოდგენილია როგორც სახელმწიფოს ჩარევის შემცირება, სახელმწიფოს უფრო დიდი გავლენა მაუწყებლობის სისტემაზე და იმ რეგულატორებზე, რომლებიც ამ სისტემას დაარეგულირებენ, იქ იქნებიან პოლიტიკოსები. იმიტომ რომ რეგულატორი შეწყვეტს რეგულირებას. სწორედ ეს არის საკითხი, მაგრამ თქვენ აძლევთ ბევრად უფრო მეც. თქვენ მათ უფრო მეტ რეგულაციას უწესებთ, ეს არ აქვს მნიშვნელობა. მოусმინე, შეგიძლია ეს საკითხი განიხილო და შეიძლება არასწორია, შეიძლება ასეც იყო. ესე რომ, ეს არარელევანტური საკითხია, რომელსაც თქვენ არა. იმიტომ რომ თუ რეგულატორის ძალა ძალიან აპირებს დაარეგულიროს მედია. აბსოლუტურად. ზუსტად ეს არის. არა, იმიტომ რომ თუ რეგულატორს არ აქვს რეალურად რეგულირების ძალა, რაც ზუსტად ასეა, რადგან ყველა ვალდებულება შინაარსთან დაკავშირებით არის, ასე რომ თუ რეგულატორი არ აპირებს რეგულირებას, რას აპირებს ის? ფაქტობრივად არაფერს. სიმართლე ისა, ამ ეტაპზე ასე რომ თქვენ აშორებთ დამოუკიდებელ მედია დამკვირვებლებს და მათ ნაცვლად აყენებთ მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც არ აპირებს რეგულირებას. ასე რომ, რეგულაცია აღარ იქნება. მედია ეხლა არ რეგულირდება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მარეგულირებელი ორგანო თითქმის არაფერს აკეთებს. და ეხლა კი რაც ცოტა რეგულაცია კიდევ დარჩა, დიახ, იქაც იქნება პოლიტიკური გავლენა იმ მხრივ, რომ ამ ორგანოში იქნებიან წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკოსების მიერ იქნებიან ნომინირებულნი. აბა მერე, თუ თავად მარეგულირებელს თითქმის არ აქვს ბერკეტები, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ხედავთ რას გულისხმობთ. ეს არ არის მნიშვნელოვანი. ასე რომ ხალხი ეხლა თუ პირადად მე მკითხავთ, ფიქრობ ამაში გეთანხმებით ეს ზედმეტი იყო?
კარგი, რაც შემეხება, მე მზად ვიყავი წინა ორგანო უცვლელად დამეტოვებინა, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანიც კი არ არის. ეს მესამე ხარისხოვანი საკითხია, რადგან თავარი ისაა, რომ რეგულატორს ფაქტობრივად აღარ აქვს ბერკეტები. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხელმძღვანელობს რეგულირებას, როცა პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა რეგულაციიდან. სწორედ ეს არის მთავარი. და შესაბამისად, რაც მოხდება ისაა, რომ გვექნება მედიის გარემო, რომელიც ბევრად უფრო ღია იქნება ვიდრე ეხლა, როცა ნებისმიერ შეიძლება პრაქტიკულად ყველაფერი რაც უნდა ის გააბეთოს. და სწორედ ამას ვცდილობთ მივახციოთ. ეხლა რეფორმა სრულყოფილია, არა, სრულყოფილი არ არის, ვეთანხმები. არის რამდენიმე საკითხი, მაგრამ ისინი ძალიან უმნიშვნელოა, ისინი პერიფერიულია. უნდა მოვიშოროთ ეს საკითხები მომავალში, ალბათ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ეს გავს პრობლემის 1%-ის მოგვარებას მაშინ, როცა პრობლემის 90%-ს ვაგვარებთ. სწორედ ამ ეტაპზე ვართ ეხლა. კარგი, ამირ ვაიდმანი, დიდი მადლობა რომ მოხვედით და გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები. მადლობას გიხდით. მადლობა თქვენ.